President. Good to see you here. I hope you are not overburdened with Georgia. So, yeah, please. They were all in a good mood. Oh, really? They almost got to this. So pleased to get this opportunity to meet with you. I see. Ladies and gentlemen, the Secretary General and the President will each make opening statements, and then we have time. ვითარება იცვლება ძალიან სწრაფად. ჩვენ უნდა შევასრულოთ დაკისრებული სამუშაო და ამისთვის მზადყოფნას გამოვხატოთ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ილუზია ომის შესახებ. ამ ომის ერთ-ერთი შედეგი იყო ის, რომ უფრო მეტად გამტკიცდა საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. როდესაც აფხაზეთზე ვლაპარაკობთ, უნდა ვახსენოთ ის 400,000 დევნილი, რომელთა ეთნიკური წმენდაც განხორციელდა. სამხრეთ ოსეთში კი სულ 6,000 ადამიანია და საუბარი ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე. ეს 6,000 ადამიანი და ასევე აფხაზეთში მცხოვრები 8,000 ადამიანი საქართველოს მოქალაქეებად რჩებიან. რეალობა კი ისაა, რომ ჩვენ ყველანი ერთად საერთო ინტერესებისთვის და ჩვენი უკეთესი ევროპული მომავლისათვის ვივლისთ. ჩვენ ვითარდებით, ვიცვლებით და გვინდა ყველას დავანახოთ, რომ მივისწრაფით განვითარებული სამყაროსაკენ. ეს მოხდება თავისუფალი საარჩევნო პროცესით, დემოკრატიის მაჩვენებლით, ეკონომიკური განვითარების დონით. ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ განვითარებული ევროპული ქვეყანა. ჩვენ არა მარტო გენერალურ დივანს, არამედ ყველას ვეპატიჟებთ, ჩამოვიდნენ და ვითარება საკუთარი თვალით იხილავთ.